ფაქტი მაკომპლექსებდა ხმები რა სიტყვია. I just got a call Duck 59. საიდან რა გამოხდება ვერ გაიგებ რა. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა. ვისაც წინა ვიდეოები ნანახი გაქვთ, გეცოდინებათ რომ ახალ კომპანიაში ვიწყებდი მუშაობას. დღეს არის პირველი დღე ახალ კომპანიაში გამოსვლის. მომწეს სულ ახალი ტრაკი 2026 წლის Volvo და წავიდეთ ახლა და გათვალიერებინებთ ამ მანქანას. ახალ მანქანებს სარკეები აღარ აქვს, სარკეების მაგივრად აქვს ეს მონიტორები ორივე მხარეს. შეგიძლია დააზუმო. აქვს Apple CarPlay და ეს არის ყველაზე დიდი ბენეფიტი. Toro ამაშიც მაქვს ხოლმე ჩართული, მაგრამ შეგიძლია split screen-ი გაუკეთო iPad-ს და აქეთ რაღაცებს უყურებ ხოლმე და ეხა აღარ მჭირდება იდეაში GPS-ად iPad-ი, შემიძლია ამაში მქონდა GPS ჩართული და იქ რაღაცა ვიდეოს უყურო გზაში. ანუ აი შავ რაღაცებს თუ ხედავთ, ესენია კამერები, ორივე მხარეს აქვს და ამის გამოსახულებას აჩვენებს ის მონიტორები. კომპანიაში ვთხოვე რომ მოეცათ ყველაზე დიდი კაბინით, ანუ ბევრად დიდი სივრცეა ვიდრე ჩვეულებრივ ტრაკებში. ეხლა ვიმყოფები Upstate New York-ში, pick-up-ი მაქვს 1 საათის გზაზე Newark, New Jersey-ში. გზაში დრო თუ მექნება გავარეცხილებ მანქანას, იმიტომ რომ მეც არ მინახავს გარეცხილი და ძალიან მაინტერესებს. დავუშვით, ავიღოთ ყავა და გავაგრძელოთ გზა. Can I get a large black coffee, please? That's all. Thank you. წერა მანქანამ და ვერ ვქოქავ. ეხლა მივწერე ჩემ კომპანიაში და დაელოდე დაახლოებით 9 საათი დაჭირდება. არ დაარიყო ეხლა ამის დრო. ანუ სხვა გზა არ გვაქვს, მანქანა არ იქოქება ფიზიკურად. ხალხო, ღადაობა. რომელი საათი იყო რომ გავჩერდი? ალბათ პირველი 12. რაღაც მიზეზის გამო მანქანა არ იქოქებოდა. დავრეკე კომპანიაში მითხრეს რომ დაელოდე 9 საათი. სტარტერ ბატარია იყო დამჯდარი და ანუ რომ ბატრიალებდი გასაღებს არ ქოქავდა. ხო და ნუ დაელოდე 9 საათი და იქოქებაო. ოკეი, ეს ignition-ი ანუ გასაღები გადატრიალებული მქონდა. ეს რაღაც შუქები ყველაფერი ენთო და ველოდე 9 საათი გავიდა, არაფერი დავრეკე ხა თავიდან. ნუ რავი, ერთმანეთში რაღაცები იბაზრეს არკვეს და ანუ რომელი საათია? 4:09 გახდა, ეხლა დაიქოქა მანქანა. საიდან რა გამოხდება? ტრაქზე ვერ გაიგებ რა. როგორია რომ ხოძე ხარ, ახალი მანქანა, რაღაცა უკვე ტვირთი აღებული, ის ტვირთი დაკენსელდა. ეხლა მივწერე დისპეჩერს, სხვაგან ამიღებს სადმე. ხო და ნახოთ ეხლა ველოდები ახალ ტვირთს, ჯერ ისევ იმ ადგილას ვდგავარ, ჩამიგდები რაღაცა და დავიწრობი. So მეგობრებო, ახალი ტვირთი ამიღეს, დავიძარი ეხლა და ვარ New Jersey-ში, New Jersey-დან მიგვაქვს ტვირთი Illinois-ში. ხარი საღამოს 5 საათი. და pick-up-ი მაქვს დილის 5 საათზე, კარგად გამოძინებასაც მოვასწრებ. და გამოძინებული მოხოდილი დავეშვები ხვალ დილით. ჩამოვიდით New Jersey-ში, მიკროფონი არ მიკეთია და იმედია ხმა ნორმალურად გესმით. ეხლა არის საღამოს 8 საათი, დილის 4-მდე შემიძლია რომ გამოვიძინო. დავწვევი, რაღაცებს უყურებ, ჩამეძინება მალე იმედია და შემოგიერთებით დილით. დროებით. გაწინდა მეორე დილა. 5 საათი ხდება. საკმაოდ კარგად გამოვიძინე. ესე მე ვასებ მოძრაობა დღეს ეხა ისე ჩავკატავდები ჩიკაგომდე. ვერაფერს ვერ გავიგებ თან. ადრე ვიწრებით და ადრე ჩავალ. ხვალისთვისაც საკმარისით რომ ექნება გამოსაძინებლად. ეხა კამერას გადავცვლი და მივალ ოფისში. I have a pickup, Illinois, Melrose Park. Pickup number? It's 36689. It should be started with BS. B. B, okay. B for boy. So, გავარკვია სად უნდა ჩავაპარკინგო 59 დოკზე უნდა მივყენდე.
So, მეგობრებო, მოპარკინგდი ველოდები რომ დამტვირთონ. ამასობაში გახდა 6 საათიც. ეხლა შევამოწმოთ ნახავ რამდენი საათის გზა მაქვს აქედან. აქედან არის 13 საათის გზა. ნენლა თენდება, ესენი იმედია მალე დაიწყებენ. ჩასვლას მიწერს საღამოს 7 საათზე. სავარაუდო დელივერი მექნება ესეთი 8-9 საათზე. ნუ 7 საათზე რო წერს პლუს 1-3 საათი უნდა იანგარიშო ყველა ვარიანტში. იქ რაღაცა დიზელზე რო დაკარგება, იქ საჭმელად შეხვალ, იქ რაღაცა ის წყალს გადაივლებ და ეგეც ჩვენი 3 საათი, ასე რომ 11-ისკენ ჩავალ, 7-მდე რო დავიძინო, კაი ვარიანტი. ნუ 11-ისკენ თუ მალე დავტვირთ ეს და თუ არა და შეიძლება უფრო გვიანაც. დამირეკეს, როგორც იქნა გამზადდა 8:30-ია. შევალ ოფისში, ავიღებ საბუთებს და დავიწრები. შემეძლო აქამდე ტრაილერით მოსულიყავი, მაგრამ მეტი კარდიო. I just got a call, Duck 59. 59? Yeah. All good? Thank you. So, bill of landing-ი მაქვს. ეხლა ტვირს დავაბავ. ამ საბუთებს გადავაგზავნი და დავიძრებით ილინოისისკენ. წავედი, პირველი გაჩერება იქნება ლავსის ტრაქ სტაბზე 3 საათში. გავაგზელებ გზას ახლა. ჩემთვის ფიქრობდი რაღაცეებზე რა. ჩემ თავზე მეშლება ნერვები, ანუ რატო აქამდე არ დავიწყე ვიდეოების ჩაწერა. ანუ პროცესი ძალიან მისწორდება. ჯერ როცა ვიღებ, მაგ დროსაც ვერთობი. ეს editing-იც რაღაც მოჩი საინტერესო პროცესია. და მაგ ყველაფერს თავი დაანები, ანუ რეალური მიზეზი იყო, რომ ის ფაქტი მაკომპლექსებდა, სანამ არ გავაანალიზე, რომ მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის ხვები რა სიტყვია. და მივხვდი, რომ ანუ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ აი ვიღაცის შეხედულებებზე ვინერვიულო სხვა რა სიტყვის. თავარია მე მისწორდებოდეს და თავარია შენ გისწორდებოდეს ის, რასაც აკეთებ. ნებისმიერ რაღაცა შეიძლება შეეხოს. ხა ჩემ შემთხვევაში მე ვლოგზე მაქვს საუბარი, მაგრამ ანუ რავი, ძალიან ბევრ რაღაცაზე ვიკავებთ ადამიანები თავს ზუსტად იგივე მიზეზის გამო, რომ აი ის რა სიტყვის. რაც უნდა ისკრას, რავი, რაც უნდა ისთქვას. ნებისმიერ შემთხვევაში განგრჯიან ადამიანები, რაღაც ჩაოლებრივს თუ აკეთებ. რავი, ბევრი იტყვის, რომ ნუ მოსაწყენი როჟა ხარ, არაფერი არ ხდება საინტერესო შენ ცხოვრებაში. ცოტა ისე განსხვავებული შეხედულება თუ იტყვიან, რომ you're being extra, ნუ აზრი არ აქვს რას იზამს. ასე რომ ბარემ ისაკეთო, რაც სიამოვნებას განიჭებს ჯობიო. დაჟე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ წრეშივე იქნებიან ადამიანები, ვინც ზურგს უკან ილაპარაკებენ ან გაიცინებენ ამ ყველაფერს, რომ აი ბექა ვიდეოები ჩაწერა და იუთუბერი გაიჩიტა თუ რაღაცა რა, მაგრამ ანუ მე მისწორდება რაც თავარია და რა ვისაც რა უნდა ის ელაპარაკოს ის საერთოდ არ ვადარდებს ეგ ფაქტი. რეალური პრობლემა ის არის რომ იმათ შეზღუდულობაზე უფრო მიუთითებს. შეიძლება რეალურად ან შეიძლება ამ დროს თვითონაც უნდადეს იგივე რაღაცას კეთება, რასაც შენ აკეთებ, მაგრამ ნუ გამბედაობა არ ყოფნის რა. მე ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ, შენი ცხოვრებით ცხოვრობ და რეალურად ყველა გადაწყვეტილება შენი მისაღებია, ასე რომ ნუ დაგაკომპლექსებს ის რა ვიღაცა რა სიტყვის. ამუღამებთ რამდენ რამეს ეხება. კონკრეტული საქმის დაწყება იქნება, ვლოგის ჩაწერა იქნება, ვიღაც ადამიანთან შერიგება იქნება, ის რა სიტყვის მე რომ იმას შეურიგდე, იმიტომ რომ ჩვენ დროს ესე ვიჩხუბეთ. ანუ ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. და ძალიან ეხავს ეგ ფაქტი, რომ მაგის გამო თავის შეგვიკავებია. ეს მინდოდა რომ გამეზიარებინა მეგობრებო თქვენთვის. არ დაგავიწყდეთ რომ არხი გამოვიწეროთ და ლაიქოთ და კომენტაროთ, რავი, თუ რამე კითხვები გაქვთ ან რაღაცა კონკრეტული ვიდეოები თუ უფრო გისწორდებათ ამიწერეთ და ვეცდები რომ უფრო ხშირად გადავიღო. ახლა ხა ჩემთვის მოვკატავდი და YouTube-მა მომიგდა notification-ი ერთ-ერთმა subscriber-მა დამიწერა კომენტარი არ გაჩერდებ რომ ასწორებსო. ხა ანუ რა ცოტა ჭირდება ადამიანს კარგ ხასიათზე დასადგომა. ძალიან მისწორდება მსგავსი feedback-ი, ანუ ძალიან გამიხარდა, საერთოდ არ ვიცნობ ადამიანს და ეს ადამიანიც არ მისწორს, просто YouTube-ის ვიდეოს უყურა და გაუსწორდა როგორც ჩანს. ხო და თქვენც თუ მოგწონთ ვიდეო ან არ მოგწონთ ორივე შემთხვევაში დამიწერეთ. თუ მოგწონთ ხო ძალიან კაი გამიხარდება, თუ არ მოგწონთ რაღაცებს გავითვალისწინებ. კარჩაი დღეს რაღაცა ცოტა ჩავიქიმე რა, აი მეზარებო გადაღება თუ რაღაცა, მაგრამ ხა კომენტარმა მომხოდა. ახოდო რისი თქმა მინდოდა, დრონის ვიდეოებიც უფრო ხშირად იქნება. აქამდე არ დამქონდა ხოლმე და ხა ეგეც წამოვიღე. როცა იქნება, ანუ აქ ყველგან არ შეგიძლია. მთავარი დამავიწყდა. ამაზე არ მithქვამს არაფერი. სავარაუდოდ ძალიან ბევრს ინფორმაციას არ აქვს. ამერიკაში დრონი რო აფრინო, გჭირდება მართვის მოწმობა. დრონის ლაისენსი გჭირდება.
Small Unmanned Aircraft System ქვია, თუ სწორად მახსოვს. Small Unmanned Aircraft რო ქვია, ზუსტად ვიცი და ბოლო ესი რას ნიშნავს აღარ მახსოვს. ერთი სიტყვით მართვის მოწმობა გჭირდება, რომ დრონი აფრინო, თუ არა და არის სასწაული ჯარიმე. იმასაც მნიშვნელობა აქვს დღის რომელ მონაკვეთში აფრენ, ღამე თავისი წესები აქვს, სპეციალური განათებები უნდა გეყენოს. ეს დრონი ხო უნდა დაარეგისტრიროს. ჯერ ამ მართვის მოწმობას გაძლევს ფედერალური ავიაციის სააგენტოს მართვის მოწმობა მაქვს აღებული და აი მაგ გამოცდაზე მეტავინი ვიჭყლით ხალხო, რომ ანუ აი არ ვიცი. მაგაზე რთული გამოცდა, მე არ ჩავიმბარები არასდროს არაფერი. ხო და ანუ ერთი-ორი კვირა უნდა ჩაუჭდე რა, ისე შანსი არ არის, პროსტა რო აიღო, აი შანსი არ არის. ფედერალური ავიაციის სააგენტო ხედავს რა ტერიტორიაზე აფრენ, რა მიმართულებით აფრენ, რა სიმაღლეზე აფრენ. ანუ აი ძალიან მკაცრად კონტროლდება, იმიტომ რომ ხა რეალურად დღესდღეობით დრონი ერთ-ერთი რავი, საომარი ის არის, იარაღია რა და ძალიან მკაცრად უდგებიან აქ მაგის კანონებს ერთი სიტყვით და ხო ესე რა გავერთო და ავაფრინო და რაღაცეები გადავიღო არა. სამომავლოდ უფრო ხშირად იქნება დრონის კადრებიც, ტრაქის ვიდეოებშიც და ისე ჩემ ყოველდღიურ day in the life ვიდეოებშიც. დამრჩა 248 მაილი მისასვლელად. დილამშვიდობის მეგობრებო, ხა ვიმყოფებით ჩიკაგოში. გუშინ ძალიან დაღლილი ვიყავი ღამე, მაგრამ სადაც დელივერი მქონდა გასაკეთებელი რომ მივედი ღია დამხვდა და გადავწყვიტე რომ ბარემ მომეშორებინათ გუშინვე დავიცალე. იქვე მეძინა, ნახევარი საათის გზაზე იყო ეს ადგილი, მოვედი რომ ეხა დავაფიქაფო ტვირთი და ჩიკაგონდან მიგვაქ ნიუ-ჯერსიში. იქ ორი ტრაკი დგას. აქედან რომელიმე რო გამოვა, მე ჩავდგები და დავგვტვირთავენ. გავაღებ ეხა ტრაილერის კარებს და დაველოდები. ამ ორიდან პირველი რომელიც გამოვა, იქ დავპარკინგდებით. ხმა რამდენად გესმით, არ ვიცი. ეხა ჩუმად ვიღებ. ნახოთ პროცესში არ ვიცი, შევძლებ თუ არა გადაღებას, მაგრამ ეს არის ჩემი ტრაილერი, ეხა ნელ-ნელა დაიწყებენ დატვირთვას. სურათს გადავიღებ, დისპეჩერს ჩაუგდებ. პლომს გავუკეთებ, ამ პლომსაც გადავუღებთ სურათს და შეგვიძლია თავისუფლად წავიდეთ. ტვირთი ავიღებ, ავიძარი ჩიკაგოსთან ვარ, ეხა 1 საათში ქალაქს გავწდები, 1 საათში გავჩერდები, ტრაილერს ავწონი, ტანდემებს გავასწორებ, შევარდები, შევგრიალდები შაუვერში, წყალს გადავივლებ. ვიცი რომ გინდათ კადრების ნახვა, მაგრამ ნუ ალბათ არ გადავიღებ შაუვერს. ხო და რავი თუ რაღაცა საინტერესო იყო გზაში შემოგიერთდებით ისევ. მოვყენდი მეგობრებო ჩაქვეშზე. გარეცხილი არ მინახავს ეს ტრაკი არც მე და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. No extras. No extra. What is your Nothing. And how are you paying today? I will pay with a credit card. Do you need a name for your receipt? BEKA. Any areas you need me to focus on out there on the truck? Wheels, please. And your truck number? 804. 804? Yes. And there's that. Awesome. Thank you. Have a good day. You too.
ძალიან ბევრი დრო დავკარგე. შაუერი, საჭმელი, მანქანის გარეთ სხვა. ყველას მაშინ რატო ვენატრები უყვარდები, როცა ვიდეოს ვიღებ. ხო და რაღაცაები არ გადამიღია კიდე რა, TikTok-ში ალბათ ერთი 3 საათი აქ ვარ. ხო და ეს დრო ჩემ ძილს აკლდება. ასე რომ ეხა დავეშვები, უნდა ვიარო გაუჩერებლად 12-13 საათი. თაუველი არ შეიმჩნიოთ. წავედი ეხა მეგობრებო და არხი გამოიწერეთ, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ, გააზიარეთ. ძალიან მაგარი ვიდეოები დაიდება არხზე. 500 subscribers გადასცა დღეს რომ შემომოწმე და მართლა არ მოველოდი 3 ვიდეოთი ამდენ ნახვებს და subscribers და ჯიგრები ხართ ყველა, ვინც არხი გამოიწერეთ, მაგრამ 96% იყო, ვისაც არხი გამოწერილი არ ქონდა და თხოვნა იქნება, რომ თქვენც გამოიწეროთ. თქვენი არაფერი არ მიდის, მე мотивაციას მაძლევს, რომ ახალი ვიდეოები ჩავწერო. დავეშვით.